შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით თქმდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რამე თუ არსებული მდგომარეობა საკმაოდ ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მათ შორის საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, ანუ არარსებული სატარიფო პოლიტიკა სვანეთში, მაგრამ მეორე მხრივ უზრუნველყოფთ მოწესრიგებას უშუალოდ ელექტროენერგიის ზედაზღვრის არსებობის იმისთვის, რომ გავმიჯნოთ ის საჭიროება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს უშუალოდ, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ შორის სასტუმროებს, განთავსების ობიექტებს და სხვა ბიზნეს მეწარმეებს, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ის არალეგალური და უკანონო, ასე ვთქვათ, მოხმარება ელექტროენერგიის, რომელიც თავის მხრივ მაინინგს გულისხმობს. მესტიაში 133 მილიონი კილოვატ-საათი არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7 მილიონ კილოვატ-საათს. შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ძირითადი წყარო ამისი არის სწორედ ეს მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ სულად ამოღებული იქნეს აღნიშნული ამ ტერიტორიიდან. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ ასევე მოუწოდებთ მოსახლეობას ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს